რაც შეეხება შემდეგ ამბავს გახსოვს სიმღერა ბოშები ღამე მე და შენ ღამე შენ და მე მთვარე დაგვიდგება ჩვენ პოლარული ღამე გაი ეს სიმღერა იყო ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ესეთი საყვარელი ჰიტი და გოგიტა გოგიძე არის ჩვენთან ერთად მოგესალმებით გოგიტა დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის და მოგვიყევით ამ სიმღერას გაჩნდა უკვე თქვენი შესაძლებლობები და უკვე საზღვრებს მიღმაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ და მოიარეთ ეხლა მთელი ევროპა როგორც ვიცით და მოგვიყევით ამ სიახლეების პირველ რიგში მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს გადაცემაში და ზოგადად ტელევიზიაში. რატომღაც არ წყალობენ ტელევიზიები და გამოიჩინა თქვენმა არხმა ესეთი კეთილი ნება მომეცა საშუალება რომ ორი სიტყვა გითხრათ ჩემს შესახებ. ღამე მე და შენ არც ისე უხსოვარ დროში იყო, როგორც ახლა ეს მაწვილი ბრძანებს. მაგრამ საკმაოდ კარგი ტონით შემოვიდა და ძალიან მალე გახდა პოპულარული ტელესივრცეში. მაშინ იყო პირველი სტერეო ესეთი ტელეკომპანია და ხიტათეულში იყო ძალიან ბევრი წლების განმავლობაში. თორემ თითქოს აი დასაბამისავით იყო რა ეს ბოშური სიმღერების ციკლი მე წამოვიდა. იმის შემდეგ გავაკეთე ისევ შენ, ისევ მე, ისევ ღამე მე და შენ. და ახლა ბოლოს 2 წლის წინ გადავიღეთ ვიდეოკლიპიც, იყო სიმღერა გამიფერადე ცირაბზიშვილთან ერთად ერთობლივ პროექტი. გამიფერადე ეს დილა გამიფერადე. აი ეს იყო ესეთი ტრილოგიასა. ალბომით მოსული ასევე. კი, მე მოვედი თქვენთან საჩუქრით. რომელსაც ქვია ჩაგეხუტები. ჩაგეხუტები. ეს არის ახალი სიმღერა ჩაგეხუტები, რომლის პრემიერაც შედგა ზუსტად 10 თებერვალს. არ დაიდარდოს ეთერში და უკვე 375,000 ნახვავს მეგონი. ძალიან ფეხბედნიერი აღმოჩნდა ეს სიმღერაც. აი თითქმის ღამე მე და შენის რეკორდებს ხსნის, უფრო მეტი თუ არა. ძალიან საჩხერულო და არ დავიდარდო ახსენეთ და ოქროს ტალღის დაჯილდოება ყველა მიცის რომ 20 ივნისს იმართება თბილისში და თუ იღებთ მონაწილეობას. კი, ოქროს ტალღაში ჩემი სიმღერა, რომელსაც ალბათ დღეს შემოგთავაზებ დაბადების დღე, ეს არის ეს სიმღერა მონაწილეობს ოქროს ტალღაზე. რაც შეეხება თვითონ ამ სიმღერას ჩაგეხუტები, რომელიც სახელი ალბომსაც ქვია, ეს ამის პრემიერა შედგა ამსტერდამში. მე 21 იანვარს გახდით იქაური ქართული კულტურის ცენტრის მიწვევით ამსტერდამში ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი გიო ხუციშვილთან და მარინა თოდაძესთან ერთად ვიყავი და იქ მოხდა ამ სიმღერის პრემიერა. იმდენად მოეწონათ რომ კონცერტში ასე რაღაცა იშვიათად ხდება ალბათ. სამჯერ გამამეორებინეს. და იმის შემდეგ იქაური დიასპორა, ჩვენი ქართველი ემიგრანტები, აი ლაივებში ძალიან ხშირად დებენ ხოლმე ეს სიმღერა ჩართული და ერთად ღერია. ესეთი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. თვითონ ამ ამსტერდამის კონცერტმა მოიტანა ის რომ 8 მარტს შემდეგ ჰააგაში სოლო კონცერტი მქონდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ დარბაზში არის ოპერა, ესეთი დარბაზების ქსელი. აქ ჩატარდა პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენლები იყვნენ, იქიდან იყო ესეთი დაკვეთა რომ უნდა ყოფილიყო სიმღერები თითქმის აი პოსტსაბჭოთა ენებზე, უკრაინული, სომხური, აზერბაიჯანული და ეს დიასპორა იყო ქართველებთან ერთად წარმოდგენილი. და ახლა ერთი კვირის წინ გახდით ესენში არის ებრაული კულტურის ცენტრი და იქ იყო შეხვედრა თემთან. ამ შეხვედრამ კიდევ მოიტანა ის რომ 10 სექტემბერს უკვე მიმიწვიეს ფრანკფურტში, იქაც ებრაულ თემთან მექნება შეხვედრა. ძალიან აქტიურად თანამშრომლობ მე ებრაულ დიასპორასთან, თვითონ საქართველოშიც სხვადასხვა დროს ანსამბლები მყავდა, ეხლა კიდევ არის ებრაული სკოლა ორავნერი, რომელთანაც მაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, იქ პატარა ბავშვების ანსამბლი მყავს და ებრაულ ღონისძიებებზე გამოდივართ ხოლმე. ძალიან აქტიურად თანამშრომლობ. აქტიურად ყოფილხართ გოგიტა დატვირთული. გარდა ამისა, მაგრამ ვიტყვი რა. სკოლებთან მაქვს ძალიან ესეთი აქტიური თანამშრომლობები, ეხლა მქონდა უკვე ღონისძიება, ბოლო ზარების მომზადება, აბსოლუტურად სრული პაკეტი, დაწყებული სცენარი და თავის რეკლამას აკეთებს ახლა ჩემს. არა, ნუ რეკლამა არ არის ის ხალხმა და გონიათ რომ მარტო მე და შენი ვიმღერე და მინდა რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად სადღაც გავაჟღერო. და მომეცა საშუალება და თუ არ შემზღუდავთ და მათქმევინებთ ორ სიტყვას კი ბატონო არ შეგზღუდავთ. სკოლებთან თანამშრომლობ, ანუ სრულ პაკეტში გულისხმობ დაწყებული სცენარიდან ვიდეო ფილმის მონტაჟამდე დამთავრებული. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ. ბოლოზარები ბანკეტები ყველაფერი. რა თქმა უნდა, ბოლოზარები ბანკეტები, შეხვედრები. და ტელევიზიები არ მწყალობენო, ახსენეთ რა. რატომ არ გწყალობენ თქვენი არის? რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით? არ ვიცი. გავაგზავნე, აი თუნდაც ეს სიმღერა ჩაგეხუტები, შევხედე რომ ძალიან ესეთი მზარდი ის ქონდა რეიტინგი, გავაგზავნე სხვადასხვა თოქ-შოუების ავტორთა პასუხიც არავინ არ გამცა.
თუმცა ჩვენ ტელევიზიას კარგი ის ნახოთ აი და ჩვენ ტელევიზიის მერე შემდეგ ყველა ტელევიზიაში ეწევა ხოლმე განსაკუთრებით მომღერლებს და იმედი მაქვს რომ არ უნდა იყოს ალბათ იმაზე უინტერესო ვიდრე დაუშვათ მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ მაგრამ იმ ხალხთა მიმართებაში მის გამოდიან ტელევიზიაში ძალიან ხშირად ზიან და ზოგი დღე-დღე იკათენებს ზოგი საათ შედის და ზოგი საათ გამოდის. მოკლედ, ოქროს ტალღაზე ნომინირებული სიმღერა უნდა მოვისმინოთ გოგი და გოგიძის შესრულებით. დაბადების დღე ვის ეკუთვნის ეს? ეს ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში მინდა ვაჩუქოთ თქვენ გადაცემას, რა კი გაბედეთ და აი ნავსი გატეხეთ და მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში დიდი სიყვარულით გაჩვენებთ. აქ არის თითქმის 90% ჩემი საკუთარი სიმღერები, ჩემი დაწერილი, ჩემი ტექსტები და ასე შემდეგ. ეს სიმღერა თქვენ გეკუთვნით დაბადების დღე. დაბადების დღე კი, მე ვკუთვნის ტექსტის და მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოგზაურობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ ტელევიზიების ნავსი გატეხილია და დღეიდან ყველა ტელევიზია ერთმანეთს ვეღარ დაასწრებენ თქვენს დაპატიჟებას. ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლე, უბრალოდ რა არის ერთ გადაცემაში და ერთ ტელევიზიაში. ცოტა იქნებოდა ამის ამ ყველაფრის. სხვა დროს მოყვები დარწმუნებული ვარ შევხვდებით ერთმანეთს, შეგიძლიათ გადაინაცვლოთ ჩვენს იმპროვიზირებულ სცენასთან და შემოგთავაზოთ სიმღერის სატელევიზიო პრემიერა დაბადების დღე. და შემდეგ რეკლამაზე გავდივართ და რეკლამის დასრულებისთანავე ხვალიდან open air-ი გვასპინძლობს ჩვენ ყველას და საინტერესოა line-up-ი კიდევ ერთხელ გავიგოთ და line-up-ი. კი ბატონო. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს. ასე რომ დაგვალოდეთ. Simgera da Tseikwa